ხუთშაბათია და მოგესალმებით. სალამი. დათო შენც გამარჯობა. ჩემი და ნიკო განკითხვის დღით, როგორც ყოველთვის, ხუთშაბათობით აქ ვართ ხოლმე. და დღეს მოდი შესაძლოა მე გავაკეთებ. ჩვენი მეგობარი მალხას ხარბედია გარდაიცვალა, რომელიც გარდა იმისა, რომ ჩვენი მეგობარი იყო, ძალიან ბევრი რამე აქვს გაკეთებული ქართული ლიტერატურისთვის, წერილობითი ხელობისთვის, რა ვერა დავარქვა. გარდა ამისა, ღვინის საქმე, ბევრ სხვა რაღაცას. გამომცემელი, რედაქტორი, როგორც ჟურნალისტი, ჩვენი კოლეგა იყო წლების განმავლობაში, ჩვენთან მუშაობდა, ესეთი რუბრიკა ბიბლიოთეკა მიყავდა. აი გადასარევი ფანტასტიკური წერილები აქვს დატოვებული, აი ჩვენ საიტზე არის თუ დასერჩავენ. ნახავენ რა. ცოტა რთულია ლაპარაკი იმ ხრივ რომ ანაშვიძე ამის მერე მივდივარ თან ჯერ ეხავ კრძალავთ, მაგრამ რაც ვიფიქრე რომ რაღაცა როგორ არ გამოვიდოდა, იმიტომ რომ მაგაზე ვფიქრობ თორევანი, მაგრამ ამავე დროს რამდენად გამოგვივა, მაგრამ გვირჩევნია რომ თქვა გლოვაზე მეტად მისი სიცოცხლის და მისი საქმიანობის და რაც გააკეთა იმისი აღნიშვნა დავიწყოთ პატარა ესე იყო ხოლმე რომ თქვა სამსახურში მოვდივარ და ჯიმი მოდის ხელში არილი უჭირავს ნახე არილი გამოვიდა ახალი 71 ჯიმი შენი რაღაცაა შეგნი და არა მაგრამ ხანდახან იყო კიდევაც მაგრამ მახსოვს როცა არ იყო და მაინც განსაკუთრებული ზეიმი და სიხარული იყო შენთვის რომ ნახე შეგნით რა არის და ზიხარ დაკითხულობ და მაშინ ხვდებოდი რომ ჩემთვის ახლა რო არ მოვიტყო ან არილი არ იყო ისეთი ნიშნულოვანი რამე, იმიტომ რომ მე ესე ორი ფეხი არ მაქვს მაგ ლიტერატურაში, როგორც თქვა, ახოს ხონდა და როგორც ჩენაგაკ და კიდე უამრავ ადამიანს, მაგრამ მესმოდა რა მნიშვნელოვანი რამე იყო. და ეხლა ცხადია მარტო არელი არ უკეთებია მახოს, მაგრამ ეს ბოლო ნომერია. რატო იყო ესეთი მნიშვნელოვანი, თქვა პირადად შენთვის? კი. და ასევე ის აღნიშნოთ, რომ ანუ ეს უბრალოდ ანუ ჟურნალი იყო, მაგრამ იყო მახოს გაკეთებული იყო, რომ არა მალხას ხარბედია ეს დიდი ხნის წინ კი არა და არასდროს არ იქნებოდა. ხო, მეც ორი სიტყვით ვიტყვით, რომ აი ეს ხო ესე არის რა ადამიანი ახალი გარდაცვლილი არის ძალიან ძვირფასი ადამიანი და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, აი ეს ტკივილი, ემოცია ხო ახშობს ყველაფერს. ყველაზე ბუნებრივი რეაქცია არის ცრემლი, ტირილი, მოთქმა და აი რაღაც ძალიან ბანალური ამბების. მაგრამ მე აი დრო რო გადის ხო, ყველა ვკვდებით, ყველა მოვკვდებით აი მიფიქრი ამაზე რომ აი რაღაც დროის მე რაღაც დისტანციის მე ნუ ბუნებრივი ახლა გალაქტიონი რო გარდაიცვალა ან ნებისმიერი სხვა მწერალი მნიშვნელოვანი ადამიანი ხო იმ მომენტში იყო აი რაღაცნაირად პიროვნული ტრაგედია ძალიან მძაფრი ემოციები მაგრამ მე დრო რო გადის ხო რაღაცნაირად ეს ვულკანი ემოციების ჩაქრება და აი წინ მოდის მე აზრი, გონება, ანალიზი, შინაარსი ხო და მეც ვცდილობ რომ აი ახლა პირველი რაც მინდა გავაკეთო და ვიცოდი რომ ეს დღე დადგებოდა ხო და ბევრჯერ წამომსვლია ცრემლი და აი ნუ ახლაც ვიკავებ თავს მაგრამ ნუ მინდა რომ ცოტა დისტანციიდან შევხედოთ რა მასშტაბის კაცი იყო, როგორი სიცოცხლის მოყვარული, როგორი შინაარსიანი და აი როგორი რაღაცნაირად მიზანდასახული და მნიშვნელოვანი ტიპი ქართული კულტურისთვის. ხო, ანუ ვინც არის ეს ასევე ჩავერთობ რომ ძიმე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ხო, და ხო, თვითონაც იცოდა ეხლა ჩატში მიწერ მოწერაზე, ახლა ამაზე ესე ხმამაღლად არ ვსაუბრობდით, მაგრამ აი გაგრძნობინებდა რაღაც როგორც კი ემოციისკენ წახვიდოდი და რაღაცა რომ თვითონ გამშვიდებდა რომ არაფრის არ მეში შიში არ მაქვს საერთოდ და ეს ჩანს რომ შიში არ ქონდა ბოლომდე დარჩა აი მიმათ რაც იყო მალხას ხარბედია და აი ეს ბოლო ნომერი არის რომელიც 2-3 დღის წინ გამოვიდა მისი სტატიის მისი წერილის ის არის სათაური გამოტანილი და აი ვრცელი ტექსტი აქვს აქაც ხო აი ბოლო მომენტში იყო ესეთი ფუნქციური ჩვეულებრივ პულსზე ედო საზოგადოება რითი ცხოვრ რა უხარო და რა წკინდა ყველაფრის საქმის ყურში იყო ყველა ფიზიკურად ასუსტებული იყო მაგრამ თავისი გონება מחვილობით განსაკუთრებული კუთხით და იმით დანახული ამბებით აი ყველაფრით იუმორით ჩართული იყო ბოლომდე ბოლო ალბათ 2 კვირის გამოკლებით ხო ხო და ეს არილი ხო აი ბოლო 25 საქართველოს ფაქტობრივად ამოუკიდებლობის პერიოდში აი ავიც ჩემი აზრით ლიტერატურაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდიკა არის პროცესის შემქმნელი და ავიც აი მიმართულების მიმცემი ამ ლიტერატურული პროცესის აი რომ იმას ჩვენს სმენელს გაუჩნდეს ასეთი წარმოდგენა აი
რა ფონზე გაკეთდა ეს ჟურნალი. მარტო მალხაზი არ იყო იქ, თემურ მაღლაფერიძე იყო, შადიმან შამანაძე იყო, ამ ჟურნალის ჯერ გაზეთი იყო და მე ჟურნალად გადაკეთდა. აი 90-იანი წლების ის რო არის, აი შუა საუკუნეები ჩვენი თაობის, ასე ვთქვათ, სრული სიბნელე, აი ეზოში არც ერთი მონაკვეთი ასფალტის მთელი რო არ არის, ეზოების დამაკავშირებელი გზების, აყრილი ტროტუარს რო ვერნა დენი არ არის ყველას რო ეს რაღაც ლევი ხაზი შემოყვანილი და მაინც სრული სიბნელე როა, ძირითადად ეზოში რო ხარ, იქ ცეცხლი გინთია და რაღაცა ან სვამ რაღაცას აკეთებს. აი ესეთ პერიოდში აღმოაჩინე მე არილი, ხო? ჯერ რეზონანსში დავიწყე მუშაობას სრულად ესეთი შემთხვევით და რაღაცი და ტექსტებს რო გიწევს მუშაობა, მიდიხარ გაზეთს ელოდები იქ, მიდიხარ გაზეთის ჯიხურთან და შემთხვევით აღმოაჩინე არილი ესეთი ჟურნალი იყო. აი როგორი რაღაცა იყო, იცი, რაღაცნაირი, აი თითქოს სინათლე შემოვიდა, თვითონ არილიც ხო აგერ ყდაზე წერია, ხო, ერთ-ერთი მისი მნიშვნელობა არის მზიშუქი რამეზე დამდგარი. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. აი თითქოს რაღაც სინათლე შემოვიდა და მე ხომ მკითხველი რო გავხდი, ხო? აი ისეთ რაღაცას, მაშინ არც ინტერნეტია და არაფერი, აღარ სახში კომპიუტერი რომ მომწეს მე ამ გაზეთიდან, ხო? ის ოპერატიული მეხსიერება 16 მეგაბაიტი ქონდა და ის ვინჩესტერი ქონდა რაღაც 900 რაღაც 1 გიგაბაიტიც არ ქონდა და ეს თან არ ითვლებოდა ცუდ კომპიუტერად, იმიტომ რომ იქ რუსთავის მერიაში რომ მიდი 286-იანი პროცესორი ქონდა და ჩემი რაღაც ცოტა პენტიუმ ერთთან მაინც იყო ახლოს და აი ეს პერიოდი არის და აი ამ ჟურნალში იყო, აი ხო გეუბნები წარმოუდგენელი ავტორები სოფლიო ლიტერატურიდან კულტურის ცხოვრებიდან ადგილობრივი ავტორები, ხო, აი მალხაზ ხარბედი ახლა 50 წლის არის, 50 წლის გარდაიცვალა და აქ ავტორები, აი ხო, აი ხო და ზურაბ კიკნაძე, აი თამას ჩხენკელი, აი იმათან მეგობრობდა და აი წარმოიდგინე როგორი ის ქონდა, ხო? და იყო აი ეს რომ აი ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდა, აი რაღაც აი წარღვნის მერე აი სადაც გემის ნამსხვრევებზე რომ ვიღაც ტიპები გადარჩნენ, იმიტომ რომ იმ 90-იან წლებში აღარაფერი არ არსებობდა, აი განულდა, აი რაღაცნაირად აი 1-2 წიგნის წამკითხველი ტიპები, თითქოს აი ეს ხალხი მიმოიფანტა, ვისაც რაღაც ოდნა ქონდა. აი თითქოს არილში გადარჩა, აი წარღვნის მერე, ხო? აი ვიღაც ტიპები, ძალიან მნიშვნელოვანი ტიპები გადარჩნენ და დაიწყეს ამ ჟურნალის კეთება. აი რო ესე იგი გავხდი მკითხველი აი რაღაცნაირად აი შენ თავში რო ვერ ერევი, აი ისე მომინდა და დარწმუნებული ვარ მისი, აი ჩემი თაობის ავტორები ვინც არიან არილის, ხო? აი რაღაცნაირად აი შეუკავებელი წყურვილი გაგიჩნდა, რომ აი ნეტა აი ამ ჟურნალის ავტორი ვიყო, აი რაღაცა საერთო მქონდეს, აქ ვწერდე, რაღაცნაირად და მაშინ არ ვიცნობდი მალხას, ხო? და იანთაძე იყო ერთ-ერთი ავტორი. იანთაძე პოლიტიკურ რაღაც ესეთ ამბებზე წერდა, იმიტომ რომ ესე იყო, არა მარტო კულტურაზე და ის არა მარტო ლიტერატურაზე წერდა, არა ფართოდ კულტურაზეც და საზოგადოებრივ ცხოვრებაზეც და ჩვენს ერთ-ერთ კოლეგას მე მაშინ რადიოსში არ მუშაობდი გაზეთ რეზონანსში და რაღაც ტექსტები მაქვს მეთქი და იქნება იას მიუტანო რომ მაშინ არ იყო ეს ელექტრონული პოსტა და ჩატში შეხვედი და Facebook-ს და ხა იქ თვითონ გაზეთშიც ესე იყო რაღაც სტატიას რო დაწერდი ესეთი თაროებიანი ის იყო კარადა იყო და ამ თარ ეკონომიკა, საზოგადოება, პოლიტიკა, სპორტი და შედები და იქ ბეჭ და ოპერატორები იყვნენ და ისინი აკრებდნენ. ახლა მაშინ ესეთი მოსული ამბავი იყო. არა ვიყავ მე კონკურენტ გაზეთში 7 დღეში და ხელით როეულში ვწერდი ხოლმე მიმქონდა და იქ საგანგებო პიროვნება იყო, რომელიც ამას აკრებდა. იქ კომპიუტერებს არ იდგა ფიში. ასაკრეფი რაღაცა. ხო და მოკლედ რომ გავატანე, ხო, ჩემი აზრით ხო რაღაც რამოდენიმე რაღაცა გაქვს დაწერილი და ყველაზე კარგი ამოვარჩიე და გავატანე და ეს და იქ შემომითვალეს რომ კიდე თუ აქო რაღაცები ყველაფერი ის გამოგზავნოსო და ნუ გავატანე ეს. აი არ ვიცნობ არაფერი და წლების განმავლობაში მე ეს ელექტრონული პოსტით მომივიდა ეს პასუხი, ესეთ ხარბედია იაჰუ ახლაც აქვს, ახლა აღარ იყენებს და აი წლების განმავლობაში ქონდა ესე ურთიერთობა მე რომ აინთებოდა რომ მომივიდო და რაღაცნაირად ეს არილში რაღაც ეგეთი ისა ხო და ხო აი იქ და ესე გაიბა ხო ის მოთხრობა არ არჩია, სხვა მოთხრობა არჩია და აბეჭდა გავგიჟდი რაღაც მე რედაქცია ქონდა ინგოროყვას ქუჩაზე ახლა ის სახლის დაანგრეული არის ეს პირველ სართულზე რაღაც სარდაფი
აქტივიტის იყო იქ ხო და თან იყო ხო ისა გადასარევი რედაქტორი იყო. ახლა ბევრი როგორ არის იცი ახლა რედაქტორის ისა მუშაობა ძალიან რთული არის, იმიტომ რომ ეს ავტორები ყველანი რაღაცნაირად თავის თავზე ესეთი წარმოდგენის ხო და კი და რომ აი არ უბეჭდავს სიტყვაზე ხო რედაქტორი წინს და აი ჩემ რაღაც ინტერესი აქვს და სინამდვილეში ეგრე არ არის ხო ის რედაქტორი რაღაც ავტორი როცა წერს არ არის თვითკმარი გარედან ვერ ხედავ შენ შეიძლება ისეთი ემოცია გქონდეს და რაღაც და გეგონოს რომ სხვასთანაც მიდის ეს ემოცია მაგრამ ტყუდები და ეგრე არ არის და რედაქტორი გჭირდება ამისთვის წლების მერე იგებ ამის რომ არ შეგწყვება იმ ტექსტების ხო კი ხარ ღირსი რომ გამოგიქვეყნო ესეთი ისიც არის ხუმრობა ხო რედაქტორის რომ კი ხარ ღირსი რომ გამოგიქვეყნო ხო რაღაცეებს ფილტრავდა ხა ვიღაცას გონია რომ აი რასაც უგზავნი ყველას გიბეჭდა არა ეგრე არ იყო და აი არილში ხო ხშირად ვერ იბეჭდებოდი მაგრამ როცა იბეჭდებოდი იყო ძალიან საამაყო და ძალიან კარგი და მე ვნახე სხვების სტატუსებიდან ახლა მახო როგორც რედაქტორი როგორი იყო რომ ერთი მხრივ კაცრი ალბათ არ მოკლედ რა ძალიან უკომპრომისო იყო, მაგრამ თუ რაღაცას აერჩევდა, ასევე უხარო და თვითონ ბავშვივით რომ ნახე რა მაგარი რაღაცა არიჩემთან თუ ანუ ერთი იყო რომ კომპრომისებზე არ მიდიოდა და მეორე გული შეტკიოდა შენ ტექსტზე თითქოს თავისი იყოს, ანუ რაღაც მაგი ხრიდანაც წაგახალისებდა ხოლმე რომ ატყობდი რომ ენთუზიაზმი ჰქონდა შენი ნამუშევრის აი უამრავი სპეციალობის უამრავი ხელობის ადამიანი ყავდა მეგობარი აი ახალაც გამოჩნდა ხო აი გაოგნებული უყურებ ხო მე თვითონ ვერაფერს ვერ ვწერ ხო დასად მერე დავწერ ალბათ და ვკითხულობ აი როგორი ტიპი იყო იცი ყველა ადამიანში ხედავ და რაღაც პოზიტიურს. ეგრე ახლა ყველა ადამიანს აქვს რაღაც აი ეს სხივი, რაღაც ის ნიჭი. აი იმას ხედავდა და იმას აძლიერებდა და აფართოვებდა. აი წარმოუდგენელი ასპექტი ჰქონდა ადამიანების, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდეს. წარმოუდგენელი რაოდენობის მეგობარი. აი ყველანაირი ასაკის. ერთი ტექსტი აქვს, აი წეღან ვახსენე ის ზურაბ კიკნაძე და თამაშ ხენკელი. ზურაბ კიკნაძე შარშან გარდაიცვალა 99 წლის იყო, ხო? მე არილში აქვს დაწერილი ეს თვითონ მახოს ეს რომ მიდიან ესე იგი ზურაბ კიკნაძე და მახო ამ იმასთან ბატონ თამასთან სტუმრად და კარზე უკაკო ღვინო და რაღაც ის და უკაკუნებს და არ არის სახში რაღაც და ეს მახო ახალგაზრდაა მაშინ ახლა რამდენი წელია აიუნიდან გადაძრება და კარს გაუხსნის და რაღაცა და რისი თქმა მინდა რომ აი წარმოიდგინე თავისზე რა ვიცი 40-50 წლით უფროს ადამიანებთან მაგარ ადამიანებთან შეეძლო მეგობრობა თავისზე ბევრად უმცროსებთანაც აი როგორი მაგარი რაღაც არის ჩვენთან არავის არ უყვარს რაღაც წარმატებული ბიზნესია თუ რაღაც საქმიანობის გაყოფა სხვისთვის ხო ყველა ცდილობს რომ თავის და მე ვარ აქ თავარი და მხოლოდ ჩემ ხელში ეხდება ეს წარმატება კეთდება და უჩემოთ არაფერი გამოდიოდა აი ამ იმას არილს ხო რომელიც აი რა ვიცი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი პერიოდიკა არის რა ვიცი რა უნდა მოხდეს რომ მე სიტყვაზე არილი გამოვიდეს და არ ვიყიდო ხო თანარედაქტორი აი ძველებიც მაქვს იმ დღეს სულ ნაგროვები და ისეთი ისა ხო აი თანარედაქტორი ხო აი 2 თუ 3 წლის წინ ლექსოდორეული რომელიც მახოზე არის ალბათ 20-25 წლით უმცროსი გადასარევი ადამიანი გადასარევი ინტელექტუალი მწერალი ფილოსოფოსი ლექტორი თანარედაქტორად არის აყვანილი ხო აი ესეც აი ამხელა სპექტრი რომ აი რავი თითქმის აი იმით 70 წლის განსხვავებით ასაკობრივი სხვაობით რომ მეგობრობს და აფასებს და შეუძლია ეს აი სიხარულის გაყოფაც წარმატების გაყოფაც საქმის გაყოფაც ხო აი მაგის მეორე მხარე მე დამინახავთ რომ მე ცოტა ხნის განმავლობაში ჟურნალ ოზონის რედაქტორი ვიყავი ვიდრე გამოდიოდა და პირველი ნომერი იყო თუ მეორე მახოს თხოვეთ რა ჯაზზე რაღაც სტატია დაგვიწერეს ხო მახო მაშინ ის არის 2000-იან წლების რომელი წელია არ ვიცი 6 მოკლედ არის დიდი ხნის ნარედაქტორალია და იცის თვითონ როგორც ავტორმა რომ მოიტანა მოვიდა და რაღაც შენიშვნები ხო არა გაქვს რაღაცა მეუბნები რომ თავი კომფორტულად მეგრძნო რომ თუ რაღაცა არის რედაქტორი მე ვარ და ეხლა ტექსტ არაფერი არ ჭირდებოდა ცხადია და ცოტა ისიც კი მქონდა რომ მაშინ მეც ვიყავ რომ ახლა მაგრა ვწერ რაღაცა და ის ტექსტი რომ წავიკითხე მეთქი აი კლასი რა არის ის კი არის რაღაც განსაკუთრებული და ის იყო მაგრამ მოიცა ყველა წინადადებაში რო ეტყობა რომ კი დონეა და ანუ ერთი რო კაი სტატია მოიტანა და მეორეა დამეხმარა ჩემ საქმეში მხრივ რომ მანიშნებდა რა რომ თუ რაღაცა არ მოგწონს
შენი გადასაწყვეტია. ეხლა მე რა გამოცდილება მაქვს, რა მანამდე რა მიკეთებია, ეგ იქით იყოს და ეხლა აქ შენ და მე მომიხმარ, მთელი ცხოვრება მომყვება ეგ რაღაცა ის. თვითონ ფეხბურთი უყვარდა ძალიან, მანჩესტერის ფანი იყო და აი ფეხბურთს რო შევადაროთ, ხო, აი დიდი მწვრთნელები რო არიან, რომლებიც დიდი ფეხბურთელები და დიდი სპორტსმენები იყვნენ. აი რაღაც მსგავსი ის ახლა ყველა ამპლუაში იყო ნათამაშები. აი ის ახლა ხო როგორც რედაქტორს ისე გელაპარაკებოდა და ისე გაძლევდა აი ესმოდა შენი და რომ აქ შენ ახარ მთავარი და ნუ რედაქტორი სხვანაირად ხედავს. ავტორი სხვანაირად ხედავს, რედაქტორი სხვანაირად ხედავს. აი როგორ გითხრა, როგორც ესე ფეხბურთელი შეიძლება ძალიან მაგარი იყოს, მაგრამ მწვრთნელზე უკეთესად ვერ დაინახოს. ხო აი თუ დაგუგლავთ ხო უზარმაზარ სამყაროს აღმოაჩენთ აი მალხას ხარბედია რომ ინტერესთა სფერო აი უზარმაზარი ფართე სპექტრი მუსიკიდან დაწყებული ლიტერატურა სპორტი ცხოვრება რასაც ქვია აი არ არსებობს ცხოვრების სფერო სადაც აი სულით და გულით თავისი მთელი სიწყფელით არ იყოს ჩართული ამას იგრძნობ როგორც კი ტექსტს წაიკითხავ ხო ეგრევე იგრძნობ რომ აი რა დგას ამ სიტყვების უკან რომ აი მართალი კაცი დგას და აი ის სტატია რამდენი ხნის წინ იყო 20 წელზე მეტი ის იყო და იმის მე არ წამიკითხავს მაგრამ ეხა გამას ფრაზა მახსოვს ანუ რამაც მომხიბლა რომ მაილს დევისზე იყო თუ რაღაცა ისა და რაც იმაზეა თემაზეა ლაპარაკი იქ სუმარიო და მე რაც კარგად გქონდა ეხა ესე არ მახსოვს მაგრამ სამწერტილია და ამ ცუმზე რო არ მოგატყოთ წიგნებია დაწერილიო და ანუ უცებ რაღაცა ერთი ფრაზით გადმოგცა რა მნიშვნელოვანია რაღაც ერთი ჩარტყმა ხო ისა თვითონ აი წერის კაცი იყო აი როგორ ადრე იმაზე გალაქტიონზეც მაქვს ნათქვამი რომ აი ხო ერთი არა ლექსებს წერდა და მე ჩანაწერებს რო აკეთებდა ხო აი უამრავი ჩანაწერი აქვს გალაქტიონს გაკეთებული და რო ფიქრობ ხო აი რატო წერდა ამას ანუ როგორ ამჩნევდა ამდენს ხო აი ყველაფერი მარტივად აიხსნება თუ დაუშვებ რომ ესეთი მიზანდასახულობა ქონდა რომ აი სამყარო მისთვის ჩანდა აი სიტყვად ტექსტად ესეთი დამოკიდებულება ქონდა აი მახოსაც თვითონაც ამბობს ამას აი ბოლოს დაწერა ეს შეთხზული მე ესეთი ბოლო წიგნი არის სადაც ბოლო თავში თავის თავზეც წერს ხო რომ აი წერის კაცი არის თხრობაც უყვარდა მით უმეტეს ესე თუ მეგობრულ წრეში იყო ფანტასტიკური მთხრობელი იყო მაგრამ აი თვითონ ამ იმაში წიგშიც წერს რომ თხრობაზე მეტად წერა ну ახლა ორი აზრი არ არის ნაწერს რო კითხულობ ხვდები რატომაც მაგრამ ახლა მე ვფიქრობ რატომ აი თხრობაში აი ხო იმიტომ რომ ფართე სურათსაც ხედავდა და ყველა დეტალს ხედავდა აი სხვანაირად ხედავდა და ტექსტში წერის დროს ხო მეტი საშუალება გაქვს აი იქ ჩანართი გააკეთო იქ რეტროსპექცია იქ სხვა იმას თხრობის რიტმი გამოცვალო იქ რაღაც ციტატა მოიტანო იქ რაღაც ალუზია ტექსტი ამას იტანს და იქ თხრობის დროს ეს ყველაფერი რო გააკეთო ხო სრულიად აბნეული და ის გამოვა ხო და აი მისთვის იყო ეს ტექსტი და წერდა აი ამ იმას ამ წიგს რომ წერდა ეს ბოლოთავი თუ შეიძენთ ხო აი ძალიან ესეთი კმაყოფილი დარჩენებით სხვა მწერლებზეც წერს და თავის თავზეც წერს და აი რა ვიცი ახლა ციტატის წაკითხვა და ის არ გვინდა აი მოყოლითაც არ გამოახლა ამ წიგნის ესეთი მესამე პირში მოყოლა აი მისთვის რას ნიშნავდა ტექსტის ხოზვა ხო აი და რა პროცესი იყო ეს არის წარმოუდგენელი პროცესი და ძალიან ესეთი ხო რა ვიცი იმის გამო რომ აი ყველაფერ შეეხო რაც ჩვენ გვაინტერესებს რაც მიმდინარე პროცესებში არის ყველაფერზე პულსზე დო ხელი აი გულგრილად ვერ ჩაული და ვერც ერთ მნიშვნელოვან მოვლენას რაც ხდებოდა პოლიტიკაში კულტურაში არ არსებობდა რაღაცნაირად თან ისე კი არა რომ აი სადღაც დავფიქსირდე გამოვჩდე ან მე ჩემი მნიშვნელოვანი აი შეიძლება ორი ფრაზით ორი სიტყვით მიხვდებოდი რომ ამაზე ბევრი აქვს ნაფიქრი ხო აი თვითონ აი ეს მიუხედავად იმისა რომ დიდი ტექსტებიც აქვს რაღაცნაირად ეს აი სოციალურ ქსელებში სოციალური ქსელების ენასაც ფლობდა აი რაღაც ლაკონურ 2-3 წინადადებაში ან 2-3 ფრაზაში შეეძლო ჩაეტია დიდი აი ესეთი ემოცია და მნიშვნელობა ძველი ფორუმელი იყო როგორც მე ფორუმებზე მაინც არ ვიყავი მაგრამ იქ კიდე თავისი ის ხო ჯერ კიდე სოციალური ქსელები და რაღაცები ვიდრე იქნებოდა ხოლმე და თან როგორც შენ გქო ბევრი სხვა რაღაცა აინტერესებდა და
აინტერესებდა ერთად აკეთებდა ბევრ სხვა სფეროში. ერთ-ერთი ღვინო იყო. ხო, ღვინოს მაღაზიაც თქვა, ხო. მე ბოლომდე არა, მიყვარს ღვინო, მაგრამ სად ეხა ხალხმა რო იცის ჯიშები და სხვადასხვა რაც გადმოსახების სახელები და თვითონაც აყენებდა ღვინოს და ღვინის ლექსიკონი მისი გაკეთებულია, ხო თუ მისი თავისნობით თუ რა მოკლედ ჩართული. ღვინის გზამკვლევებს გამოსცემდა. მოკლედ აი ღვინო ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აქვს ღვინისთვის, ქართული ღვინისთვის გაკეთებული, აი ეს არის რა. აი, როდესაც ღვინის კლუბი დაარსეს და აი ამ მცირე მარნების პოპულარიზაცია დაიწყო და ესეთი ჯიშების წინ წამოწევა, ხო, აი ენდემური ჯიშების ადგილწარმოების და ასე შემდეგ, ხო? ახლა ჩვენ გვახსოვს, საიდან მოვდივართ, საბჭოთა კავშირში ყველაფრის ეს უნიფიცირება ხდებოდა, იმ დონეზე იყო ეს უნიფიცირება, რომ საერთოდ ჯიშებს აღარ ახსენებდნენ და დაიწყეს ღვინოების დანომრა. 8 ნომერი ღვინო ნიშნავდა ამას და ამ ჯიშს, ის რაღაც ეს 6 ნომერი ამას და ამას და აი ამ ისა მალხას ხარბედიას და მისი მეგობრების დამსახურებით დაიწყო აი ამ უნიკალური ჯიშების და პატარა მარნების პოპულარიზაცია. გვახსოვს ჩვენ რომ რაოდენობა იყო მთავარი რუსეთში ახლა ერთ-ერთმა მინისტრმა რო თქვა რომ რუსეთში რაც უნდა გაიტანო ყველაფერი იყიდებოდა ღვინო ასოცირებული იყო ფალსიფიკაციასთან აი ესე გახვიდეს სადმე და ნორმალური ღვინო იყიდო არ იყო ეგრე ვიღაც ნაცნობი უნდა ყოლოდა აი გიორგობის თვეში რო არის ხო ამ დროს ჩამოსხმული ღვინო არ დაილევა ის ხო აი ეს კულტურა რო შემოვიდა რომ ღვინო უნდა იყოს ხარისხიანი ღვინო უნდა იყოს უნიკალური რომ თავარი არ არის რაოდენობა, თავარი არ არის რაღაც სავსე ცისტერნები, თავარი არის რა ჯიშია, როგორ დაყენებულია, როგორ მოყვანილი არის, ხო? აი ამაში აქვს უდიდესი შრომა ჩადებული პოპულარიზაციაში ამ საქმიანობის, რომ ქართული ღვინო არ არის მარტო სიტყვაზე საფერავი, ხვანჭკარა კინძმარაული, რაც ნუ აი საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო ესეთი ფართოდ გავრცელებული და მეღვინეობა იყო ჩალიჯთან და ხელმრუდობასთან და ფულთან დაკავშირებული მხოლოდ და ახლა მეღვინეობა არის დაკავშირებული ხარისხთან, გემოვნებასთან, კულტურასთან, ცოდნასთან, რაღაც ტრადიციასთან, აი ეს ამდენი ის რო არის ტურისტული წერტილი რო არის, ხო, რომ აი ღვინის ესე მარშრუტი თუ გზა რო ქვია, ხო, მიდიხარ. აი დიდი დამსახურება არის ამ ყველაფერში. შატოები რო არის, თქვათ არის ღვინის მაღაზიებია, სადაც შედიხარ და 100, 200, 300 ქართული ბრენდი არის, რომლის ზოგი არის, რავი, რამდენიმე ასეული ბოთლი იყოს შეიძლება გამოცემული და გამოშვებული და ძვირი ღირს, მაგრამ დამფასებლებმა იციან რომ აი ნახე ამას ესეთი ხასიათი, იმას ისეთი ხასიათი. მე მახსოვს ერთხელ დილის გადაცემაში მყავდა სტუმრად, რეალურად ვფიქრობ, რომ სხვა სტუმარი ვერ მოვიფიქრე თუ რაღაც და ახლობლობი დავერეკე, რომ მახო ხოდა დილას სტუმარი არ მყავს, მოდი და მე ის საუბარიც მახსოვს თუ რომ სწორედ მაშინ იწყებოდა ეგ ყველა, მაშინ ღვინო არავინ არ სვამდით ესე, იმიტომ რომ არა რაღაც მასობრივი წარმოების სასმელი იყო, რომელიც არ ვარგოდა და ან ძალიან ძვირი იყო და მახო და მისი თანამოაზრეები ან რამდენიმე ათეული კაცი იყო, მაგრამ ნუ მახო კარგად წერდა და ორგანიზაციული ნიჭი ჰქონდა და ყველაფერი. ღვინის მწერალი. ჯერ კიდე მანამდე იწყებდნენ მაგის აუცილებლობაზე ლაპარაკს, ვიდრე ეს თავისთავად მოხდებოდა, რომ აი გაჩნდებოდა სხვადასხვა ოჩაღი ხალხი, ვინც აი სხვანაირად უყურებენ ღვინოს, როგორც აი პატრიოტულად რა ქართველი რო ღვინოს უნდა უყურებს პატივისცემით და ხელს აგოგმანებლად და რაღაც ესე მანამდე იყო ხა ძალიან მაგარ ღვინოებს აკეთებდა ხალხი, მაგრამ ოჯახის ღვინოს ნახე ჩემი სახლის ღვინოა რაღაც უნდა დაგეთრია. ან ვიღაცას უნდა ეჩუქებინან რაღაცა და მე ღვინის ფესტივალები იქ იყო ხოლმე სულ და დადიოდა და აი ის გასინჯე ნახე რა კარგია ის რაღაც ახალი აღმოვაჩინე კი, აი ეს რასაკვირველია ეს ჯიშები არსებობდა, ვიღაც ოჯახები აყენებდნენ მართალ ღვინოს ასე ვთქვათ, მაგრამ აი ესეთი ორგანიზებული ხასიათი მიეცა მისი ძალისხმევის შემდეგ. ფაქტობრივად რო ვთქვათ, აი ესეთი ღვინის მწერალი ეს ხელობას დიდწილად რო გაჩნდა, ხო, ესეც მალხას ხარბედიას დამსახურება არის. ღვინოზე წერას ალეკო ცქიტის შვილი წერს კარგად მახოს მეგობარი ლევან სებისკვერაძე. აი ეს ცალკე მიმდინარეობა არის. ლიტერატურული ნიჭიც გინდა, ამ საქმის ცოდნაც გინდა. ნუ აი ძალიან ესეთი არის ეს ფასდაუდებელი არის ეს შრომა. თვითონ ხო ფანტასტიკური ღვინის წერალი იყო, ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ცოდნა ჰქონდა. და აი მართალი ღვინო ვახსენეთ და თვითონაც ასხავდა და თავისი ბრენდიც მოიფიქრა კალამი. ხო, კალამი ეს ორმაგი კოდირების ის არის, კალამი როგორც ის
ნეკი რომელზეც უნდა დაამყნო ეს ოკეი, და საწერი კალამი ხო აი ესეთი და თუ შეხვდებით სადმე ის სადმე საბაჭრო წერტილში და რამე ეს კალამი ეს მალხაზ-ხარბედიას ღვინო არის და არ გაწბილდებით და იმედი არ გაგიცრუებდებათ თუ დააგემოვნებთ და გასინჯავთ ხო აი ესეთი ის იყო ხო ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო აი სხვანაირი მიზიდულობა ჰქონდა და როგორი რაღაცა არის იცი ამას ხო ეს ვეშაპს შევადარე რა თვალსაზრისით იცი აი მისი ტექსტები ხო უზარმაზარი რავი კორპუსი დატოვა ამ ტექსტების ხო აი ვეშაპი რომელიც აი ოკეანეში ბუნებაში ბუნების წიაღში ძალიან მნიშვნელოვანი არსება არის და გიждდებოდა თვითონ ძალიან მოწონდა მობი დიკი და ტექსტებიც აქვს დაწერილი იმაზე მელვილზე და მელვილის ამ რომანზე და შედარებაც არ ეწყინება. აი მისი ტექსტები, აი შეთხზული მე ტექსტებისაგან შეთხზული მე არის აი რაღაცნაირად აი ვეშაპის მასშტაბში შეიძლება შეადარო და სადღაც ავიკითხე ეს ვეშაპი რო კვდება ხო? აი მერეც მოაქვს განსაკუთრებული სარგებელი, ესე ვეშაპის დაშვება ქვია ხო? აი ზედაპირიდან რო ჩადის ხო? აი ბუნებას, ბუნებისთვის, აი მის ფლორისა და ფაუნისთვის რა სარგებელი მოაქვს და აი მე დარწმუნებული ვარ რომ აი მის ამ ვეშაპური მასშტაბის ამ დანატოვარს ხო? აი მრავალი წლის და მრავალი ათეული წლის განმავლობაში შეუძლია აი ლიტერატურისთვის და კულტურული ამ გარემოსთვის, ქართული კულტურული გარემოსთვის აი საზრდოს მიცემა. ახლა მე არილთან ჩემი მიჯაჭვულობა ხო რა ვიცი, რა უნდა დამემართოს რომ სიტყვაზე არილთან გავწყვიტო რაღაც ტიპის კავშირი და აი რამე თუ კი აზრი გამიჩნდება რომ ისეთი რაც არილში უნდა დავწერო ხო აი ქვეცნობიერად თუ ცნობიერად ყოველთვის იქნება ახლა მალხაზ-ხარბედიასთან დაკავშირებული. აი რამე რაღაც ლიტერატურული ტექსტის თხზა დავიწყო ისე რომ ფიქრად ის არ მომივიდეს რომ აი მალხაზის ჟურნალისტვის წერ და მალხაზისთვის წერ და ნეტა ის რო იყოს ის რას იტყო და აი 2-3 სიტყვაში შეეძლო თავისი მთელი ემოციის გადმოტანა. თვითონაც ამბობს რომ აი სიტყვების უკან რაღაც ცოცხალი ენერგია დგას. აი ამ ტექსტში ეს რო ვთქვი შეთხზული მე იქ ამბობს რომ ხანდახან არის ხოლმე რომ აი Facebook-ში ვიღაცა გარდაიცვლებაო და Facebook-ში წერენო ხო? აი დაწერსო ხო? ერთი დაწერსო რიპ და ხვდებიო რომ აი რაღაცნაირად ისა მაგრამ სხვა დაწერსო ამ რიპს და აი რაღაცნაირად გრძნობო რამხელა ტკივილი რა განცდა დრო ენერგია დგას აი ამ ერთი სიტყვის უკანო თვითონაც შეეძლო აი რაღაცნაირი მრავალი წლის მეგობრები რო ხართ ხო რაღაც საერთო ხუმრობები გაქვთ აი რაღაცას რო ვიხუმრებდით ვიმაიმუნებდით ან იმის ღია სივრცეში Facebook-ში ან ჩატში რაღაცას აი რომ მოგწერდა რა ცირკი ხარ რა აი ეს ხვდებოდი აი გაგეცინებოდა და ხვდებოდი ისიც რო იცინოდა იქიდან ხო აი ესეთი ის ქონდა ხო ახლა რომ მოვდით სულ კითხულობ ხო ახლა ნუ ძალიან ძიმია შესვლა და იმას და ბევრი ტექსტთან ახლოს მყოფი ადამიანი ყავდა მეგობარი და წერაც იციან და ეს გრძნობაც ჰქონდათ და კითხულობა გული გიჩუყდება და რაღაც მაგრამ ერთმა დაწერა რომ ნუ აი ძალიან ბევრი როგორც ჩანს არ იცნობდა მანამდე ხო და დაწერა რომ კი მაგრამ აი ესეთი ადამიანი გარდაიცვალაო და იყოვო ეს ჯეროვნად დაფასებულიო და ამაზე ბევრჯერ თვითონ იმაშვებოდა ხოლმე თვითონ მაიმუნობდა და გადაობდა ამ იმაზე რომ ვიღაცაზე რო იტყვიან დაუფასებელი და ახლა ვინც ამ სფეროებშია რა სფეროებზე ჩვენ ლაპარაკობდით ხო არ ვიცი შეიძლება ორდენი არავინ დაკიდოს და რაღაც სახელმწიფო პრემია არ გადასცეს მაგრამ აი არავის არ ესწავლება რა ადამიანი იყო და რა მნიშვნელობის ადამიანი იყო ჩვენი კულტურისთვის და ლიტერატურისთვის და იქნება ხო აი მე ვამბობ რომ ეს ტკივილი რომ ნელ-ნელა გაიწევს ხო ახლა სიკვდილი ხო აი რაღაც მომენტში არის ესეთი მძაფრი და ყველაფრის აი აზრის ჩამხშობი და რაღაცა თორე ხო გეუბნები ახლა ალექსანდრე ყაზბეგი რო გარდაიცვალა სიტყვაზე ვამბობ ხო აი მომენტში ძალიან და ახლა ხო ეგრე არ განიცდი როგორც გარდაცვლილზე არ ფიქრობ ფიქრობ მის დანატოვარზე მის მემკვიდრეობაზე და რაღაცა აი როდესაც ეს დრო
ამ იმას ტკივილს ჩაკლავს და მხოლოდ ეს ნაღდი საქმეები დარჩება განსახილვები, ხო? აი მე უფრო გამოჩდება რა კაცი იყო და რა გაუკეთებია და რამდენი გაუკეთებია და რამდენი მოუსწრია. ზოგი კვირცხლი ტიპი იყო ენერგიული ჩვენ აქ ახალი ყავის აპარატი რო დავაყენეთ, ერთხელ შემოიარა და ნუ ლაპარაკობთ რაღაც და თან ას ყავის ახალი აპარატი გვაქვს, თან მინდა რომ პატივიცე რაღაცა, ხო და ყავაზე დაგპატიჟებოდა. არა მადლობა რაღაც გავაგზელეთ ლაპარაკის და ცოტა ხნის მერე ახლა ის ხო ეგრევე ხوار დამთავრდებოდა გავიფიქრე და მახო ყავას დაგალებ. ეს ენერგია საწევ რამის კედლებზე გავიარო და ყავა რო დავლიო მე ახლა ეს ქონდა ეს და მაგრამ ხო ხვდები ახლა ენერგია შეიძლება გქონდეს მაგრამ ნუ აი სხვანაირი ურთიერთობა შეეძლო უამრავ ადამიანთან და მე მაინც ამას ვფიქრობ რომ აი მას ჰქონდა ეს ჭვრეტის განსაკუთრებული ორგანო რომ აი როგორც რაღაც აი აპარატი რენტგენის თუ რაღაცა ყველა ადამიანში ხედავდა რაღაც სინათლეს და აი რაღაც მნიშვნელოვანს და ცდილობდა გაემხნევებინა, შეეგულიანებინა, აი უამრავი ჩემ თავზეც ვიტყვი, ჩემს მეგობრებზე, ნაცნობებზე, აი ბევრი რამე არ გაკეთდებოდა, აზრად არ მოგივიდოდა, ან დაგეზარებოდა, რომ არა მახო. ისე გეტყოდა, ისეთნაირად, აი ბოლოს თბილისზე რო ნომერი გავაკეთეთ, ფანტასტიკური 80 გვერდზე მეტი გამოვიდა. წიგნია რა ფაქტობრივად. ხო, აი მის გარეშე, მისი ამ იმის ესეთი დამქოქავი ენერგიის გარეშე არაფერი არ გამოვიდოდა. აი ესეთი ის ქონდა, რომ აი გადაგდებდა ამ თავის ენთუზიაზმს. აი გარი კიდე რაც რჩება რომ ერთი რაც თვითონ გააკეთა, ან ტექსტი დაწერა, მეორეა სხვების შთაგონების უნარი, ანუ აი ვეშაპი თქვიდა რომ ჩავა წყალში მე სტალღები ესე მიდის და შეიძლება 1 წლის მერე 10 წლის მერე ჩერეს რუსულად თქვა შეიძლება პირადად უშუალოდ ვიღაცასთან შეხება არ კონდეს, მაგრამ შენთან კონდა და შენ კონდეს ვიღაცასთან შეხება და ის რაღაცა კვალი ესე გაგრძელდეს რა, ესე რომ შეიძლება ბოლოს ამ მადლის მიმღებმა თუ რა ვიცი რა არც იცის რომ იქიდან მოდის, იმიტომ რომ 10 წლის მერე არის და სხვა ვიღაცამ შთააგონა, რომელიც თავის მხრივ რაღაცა მოტივირებული იყო რაღაცით, რასთანაც მახოს ქონდა შეხება. კიდე ხარ დაგჭა რა მისათქმელი, მაგრამ სხვა თემებზე აღარ გადავიდე. ხო, არ ვიცი, ახლა ამ ნომერს არა აქვს, მე მგონი ეს ვიცი ადრე იყო ის უკანა გვერდზე, ახლა აქ ლევან ბერძენიშვილის ილიადა და ოდისეას ისინია, ესეთი კალამი იყო და კეპკიანი ქუდიანი ესეთი ბიჭი იჯდა, რომელიც ძალიან გავდა თვითონ მახოსაც ესეთი ანგლოფილი იყო და ესეთი ეს ტვიდის და იმის ესეთი ქუდები ძალიან უყვარდა და რაღაცნაირად მახო იჯდა რა იმ კალამზე და რა ვიცი იმ ქვეყნადაც იქაც ესეთი მოძებნის თავის სინათლეს, იქაც მოძებნის არილს. აი როგორც ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი გვეუბნება მზის შუქს რამეზე დამდგარს და ის რამე იქნება ჩვენი მალხაზი, იქაც მზის შუქში იქნება და იქიდანაც რა ვიცი რა, ხო აი ეს თავისი აი ეს ყველგან გამღწევი ენერგიით იქიდანაც გამოაღწევს და რაღაცნაირად თავისი ნაწერების სახით გაგვამხნევებს და რაღაც კიდე მოგცემს სტიმულს დიდი ხანი.